ის შეიძლება ჩაითვალოს დაზარალებულად. დაზარალებულად შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფო ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც დანაშაულის შედეგად უშუალოდ მიადგა მორალური, ფიზიკური თუ მატერიალური, ქონებრივი ზიანი. სათანადო საფუძვლების არსებობისას პროკურორს შეუძლია პირი დაზარალებულად ცნოს როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე შესაბამისი პირის განცხადების საფუძველზე. რა შეიძლება მოვიმოქმედოთ თუ დაზარალებული სტატუსი არ მომანიჭეს. თუ დაზარალებულად ცნობის შესახებ განცხადება შეტანიდან 48 საათის განმავლობაში არ დაგიკმაყოფილეს, შეგიძლიათ საჩივრით მიმართოთ ზემდგომ პროკურორს. თუ არც ზემდგომი პროკურორი დააკმაყოფილებს საჩივარს, უფლება გაქვთ ეს გადაწყვეტილება 10 დღის ვადაში გაასაჩივროთ გამოძიების ადგილის მიხედვით შესაბამის რაიონულ ან საქალაქო სასამართლოში. ვის ენიჭება დაზარალებული სტატუსის საქმეში, როდესაც დაზარალებული გარდაიცვალა. იმ შემთხვევაში თუ დანაშაულის შედეგად პირი გარდაიცვალა, მის რომელიმე ახლო ნათესავს მიენიჭება დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი და ის ისარგებლებს დაზარალებულის უფლებებით. გამომძიებელს, პროკურორსა და მოსამართლეს უფლება არ აქვთ უარი უთხრან მას რომელიმე უფლებით სარგებლობაზე. რა უფლებებით სარგებლობს დაზარალებული? დაზარალებულს უფლება აქვს მიიღოს განმარტება თავისი უფლებამოვალეობის შესახებ, გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს და მიიღოს მათი ასლები, გაეცნოს ინფორმაციას გამოძიებისა და მისი მიმდინარეობის შესახებ. მოითხოვოს დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენება. მიიღოს ინფორმაცია ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შესახებ. სასამართლოში მისცეს ჩვენება მისთვის მიყენებული ზიანის თაობაზე. უფასოდ მიიღოს გამოტანილი განაჩენის და სხვა დოკუმენტების ასლები. მიიღოს პროცესში მონაწილეობისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება. დაიბრუნოს დროებითი ჩამორთმეული ქონება.